თავმჯდომარეობის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური და EUTHO-ს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის ხაზგასმა. არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოსთვის EUTHO-ს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მე მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ EUTHO-ს ფინეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში თქვენ ეწვიეთ საქართველოს. ხვალ თქვენ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს, პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია და რამდენად ახლოს არის ის საფრთხეები, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ შეხვედრის ფარგლებში და რაზეც საქართველოს ხელისუფლება მუდმივად საუბრობს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ხალხისთვის, რომელიც მოკლებულია საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას. EUTHO აფასებს საქართველოს მუდმივ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ინციდენტების შეჩერების და პრევენციის მექანიზმში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა და მონაწილეობა ამ პროცესში, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ საზღვრის დაცვა იქნეს უზრუნველყოფილი. ჩვენ ვხედავთ მეტი საქმიანობის პოტენციალს ამ მიმართულებით და საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს. EUTHO მზად არის, რომ ექსპერტული დახმარება უზრუნველყოს EUTHO-ს მონიტორინგის მისიასთან ერთად. ჩვენ მივიჩნევთ, რომ შერიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი მშვიდობის შენებლობის პროცესში საომავლოდ და მოგიწოდებთ, რომ ამ მიმართულებით მეტი გაკეთდეს ასევე წამოვჭერი პრიორიტეტების შეხვედრებზე, როდესაც ინკლუზიური ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით და კონფლიქტების მოგვარების მიზნით. ჩვენი შეხვედრის ფარგლებში ასევე გავაჟღერე სერიოზული საკითხები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებს გააჩნიათ EUTHO-ს ფარგლებში და ჩვენს უწყებებს გააჩნიათ ადგილობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის შემზღუდავი კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს ეხება და ის საკითხები, რომლებიც დემოკრატიულ მმართველობას ეხება. ბოლო დროინდელი მოვლენები და განვითარება მოვლენების, რომლითაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა და ჩვენ ასევე ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს, რომელიც არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება და თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება არის კითხვის ქვეშ.